თუფაქის უბანში მივდივარ, ჰარლემში. განგსტერების უბანი. აქ წყდება ბევრი საჭიროებო საკითხი. ზომბების ქალაქში. აქ საკმაოდ სახიფათო არის ეს. დაეჯახა. მანჰეტენზე ვართ გამოსულები, ცენტრალ პარკის სანახავად შესასვლელი არის. მინდა ერთ სტრიტ ფუდი გავსინჯო. მაინც ამერიკული ჰოტდოგები. გემოვნებაა. სოსი გემრიელი არის. მაგრამ მაინც არ მაქვს შეგრძნება იმისა, რომ რაღაცა ჯანსაღს ვჭამ რა, ანუ ისედაც არ არის ჯანსაღი. მანჰეტენის ბეტონის ჯუნგლებში არის ლამაზი პარკი, სპეციალურად შენარჩუნებული, რომ რეალურად ისუნთქოს ქალაქმა. ამ პარკშია ძალიან ბევრი ფილმი გადაღებული, ერთ-ერთი ახლა რაც უცბად მახსენდება არის Home Alone, მარტო სახლში, მეგონი ყველას გვინახავს ეს ფილმი. საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ეს დასაჯდომი სკამები რაც არის, აი ხედავთ აი ამ წარწერებს, რაც არის. დაცული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება და ანუ ვინმეს თუ უნდა თავის ოჯახის წევრზე რომ ესე ვთქვათ მის ხსოვნას ესე მიაგოს პატივი, აი ესეთ რაღაცებს უკვეთავენ და ეს ღირებულა $10,000. A few moments later. თუფაქის უბანში მივდივარ, ჰარლემში. ამოვედი ჰარლემში. ჰარლემის საჯარო 115 სკოლა. სამხრეთ ანუ East 96-ზე დაიბადა, ეს არის თუფაქი და როგორც Google-ით მოვიძიე სადღაც აი ამ ტერიტორიაზე, ახლა კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ სადღაც აი ამ ტერიტორიაზე დაიბადა და ამ უბანში ცხოვრობდა, ანუ მე ბრონქსში გადავიდა და ქვინში ცხოვრობდა და რა ვიცი ხო. ჰარლემში დაიბადა და ძირითადი ნაწილი აქ იყო. თავის ცხოვრების. სანამ წარმატებული გახდებოდა. ეს ჰარლემი ეს უბანი, ანუ აქეთკენ სულ ჰარლემი არის. ანუ ამ ქუჩიდან ზემოთ ჰარლემია სულ. ჰარლემი ერთ-ერთი კრიმინალური უბანი იყო მანჰეტენზე. და შავკანიანები ცხოვრობდნენ ძირითადად და მოკლედ განგსტერების უბანი იყო. ახლა გადავიდეთ იქითაც შევხედოთ. ისლამური კულტურული ცენტრი, ნიუ-იორკის ისლამური კულტურული ცენტრი, აქ მუსულმანები არიან. ეს უკვე 97-ზე გამოვედით. A few moments later. ეხლა მოვედით Once Upon a Time in America, ერთხელ ამერიკაში. ერთ-ერთი სცენა სადაც არის გადაღებული ბაქსი რომესურის დომენიქს ბაუშს. აი ეს ის ადგილია არკა საიდანაც გამოვარდება და ბაქსირო ესვრის და სადღაც აქ ესვრის სავარაუდოდ. აღარ მასო ზუსტად როგორ არის კადრები, ამას დავდები.
coming, run! ესე დადიხარ ნიუ-იორკის ქუჩებში. მოდიხარ მაღაზიასთან ათვალიერებ რაღაცებს და გეჩნდება customer. The next day. ესეც 7-Eleven-ის მარკეტი. 7-Eleven, 7-Eleven, 7-Eleven back door, little Joe. ეს ჩვენთან დაახლოებით როგორც smart-ი პარი და ეგეთი რაღაცა, ეგეთი ვარიანტი არის. შესასვლელი enter here, okay. აქ გადაიხდი და მე შენ თვითონ მივიხარ სასმელის ჩამოსასხმელად. მაგალითად ახლა ეს არის $6, ხო? ჩვენთანაც იგივე ფასი არის დაახლოებით რო გადავუყავთ, იმიტომ რომ smart-ში რო გაჩერდები, რავი $12 ღირს. $10 ღირს ვეჭო რაღაცა. ხო ეს $4. Sandwich $4. 7-Eleven. French toast, breakfast sandwich. ნუ განსაკუთრებული არაფერი. ეს ახლა პატარა მარკეტი არის თვითონ და უფრო დიდ მარკეტებში არის აქებესავით ან ნორმალური პიცა აქვს 7-Eleven-ის. ახლა აქ არ ქონდათ ეგ პიცა და მოკლედ მეთქი ვიფიქრე გავსინჯავ მეთქი და არა აქვს გამოვალო. როგორ გრძნობ თავს? კარგად, რავი, არ ამიშავა. შენ რა ვახარ? რთულია ამერიკაში მანქანიშტანება? არ არის რთული არაფერი, უბრალოდ ვიჩვევენ და თან ტესლა არ მყავს გატარების ძემაძილებული და კედლის ამბავია რა. ოდნა ვაუშებ ჩერდება. როცა უნდა მიგორავდეს ნორმალური მანქანა. აი გამოჩნდა თეთრი სახლი. ტრამპი წავიდა. გათენდა მოკლედ და ეხლა მივდივართ თეთრი სახლისკენ, რომ კარგად დავათვალიეროთ დღის შუქზე. შემოდივართ ახლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე. კიდე გადაგიყავ. მიცეცა. მერილენდის პოლიცია. Water, Gatorade, I drink those drinks. აქ წყდება ბევრი საჭიროებო საკითხი. ძალიან ბევრი რა. ალამაზი დროშა რა. ეს სახლის ტერიტორიაზე შევყავული ხელი. მე ვიყიდება და ავარჩიოთ, ხო იცი ყველა რომ მიყვარს. მესამე საკია გვა. და ამერიკა. სარკები. Es tethri სახლის უკანა მხარე. No, hay como 3 barreras ahí que no nos dejan ni siquiera acercarnos y ni siquiera si le quieres sacar una foto. ძალიან შემოფარგლული არის, რამდენიმე ბარიერია, ბარიკადია გაკეთებული, ერთი, მეორე უკან და ნუ მესამე მთავარი რაც არის. ეხლა გუშინდელ დღესთან დაკავშირებით აქ ძალიან ბევრი ხალხი იყო და
ალბათ მაგიტო არის სამხელა ბარიკადები გაკეთებული. რა ვიცი, რაღაც. ხო, აქ იდგმება საახალწლო ნაძვის ხე ამ ადგილზე. US Capitol Christmas tree. დეკემბერში. ხოლმე საჯარო მოხელეებისთვის არის ეს პარკინგი, ჩვენ გვინდოდა აქ გამოჩერებინა, მაგრამ nope. ახლოდან გაჩვენებთ. მოვედით პენტაგონის შენობასთან. ესეც პენტაგონი თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშენებული. The next day, Five Below არის ესეთი მარკეტი. ეს ავტოსტოპებზე სადაც ჩარჯერებია გათავსებული ხა ჩვენ ტენი და ესეთი მარკეტებია შვენიერი. ანუ ძვირი არღის, ყველაფერი $5 ნაკლები ღირს, ნუ რაღაცები ღირს ცოტა მეტიც, $7 რაღაცებიც არის. შოკოლადები მიყვარს ძალიან და აქ არის ცოტა განსხვავებული ტვიქსები. ეს იგივეა. ეს მეგონი არის ბლექი. აი ეს მარილიანი და კარამელის. ეს მაგ ერთი ვიდეო მაქვს ნანახი გელაშვილის გიორგი გელაშვილის და იქ ამბობს თვითონ ხო ამერიკაში ცხოვრობს და იქ ამბობს რომ ეს ძალიან გემრიელი და გასინჯეთო და საქართველოში არ შევა, ამიტომ ახლა მოსვიკი და გავსინჯო და თუ მომეწონა შევიძენ წავიდებ. ჰარიბოები $1.75 ღირს. დიდი ჰარიბო. ჩვენთან რავი რაღაც მეგონი $7 მიუკაკუნა. ეს სად არის? ჭიაყელები მევასება. აი ეს. ესეც კაია. კოკა-კოლაც მევასება, ამასაც ავიღებ. გავსინჯოთ აბა ერთი. ძალიან მაგარია. არა, არ ვიცით. გემოც რაღაცა განსხვავებული აქვს, რა თვითონ შოკოლადს რა. და თითქოს ძალიან ადრე ჩემ ბავშვობაში რომ ტვიქსი იყო, აი მაგის გემოს წააყავს. ნუ მე ის დაკრავს, მარილის და კარამელის გემო. თვითონ შოკოლადი რაღაც მაგარია, ძალიან გემრიელია. a few moments later. თუ ლუდის მაღაზიაში არ შემოხედი რა მამული. აი, სტელა. ამ კაია. აი ეს ამას ვეძებდი მეტროში. დავაი, სად არის? უგონ პირსი, ელი არა. გიროა მე მომწონს რა ვიდა. დაი, დავაგემოვნო ხომ ამერიკაში რა გემოვა. 1321 13 და 21. The next day, ფილადელფიაში ვართ. მომდევნო დღე არის, გუშინ არცად არ გავსულათ. გიანი იყო როცა შემოვედი და ეს რა დილით აუზზე გამოვედი. მე არ ჩავსულა რა. რაღაც კისერი გამეჭიმა და ნადა დარნელ კიდიან კიდეს. ხოდა ცოტა ხანში გავალთ ფილადელფიის დაუნთაუნში, ცენტრში და დავთვალიერებ რაღაცებს. როკი ბალბოას სცენა, სადაც არის ერთ-ერთი მომენტი გადაღებული. კიბერზე რო არის, ეგ უნდა ვნახოთ. და
კიდე რა ვიცი სხვადასხვა ადგილები რა. რიგი არის. Yanana. ესე ჩემოვდით ფილადელფიის დაუნთაუნში. პირადად ეს ფილმი როკი რავია იმდენჯერ მოსტანახი რომ ზოგადად კრივი მიყვარს და სპორტი ბავშვობიდან სპორტი მიყვარს და ეს ფილმიც რაღაც ისეთია რა სამოტივაციო არის და ისეთი გადაღებულია რა საინტერესო და ფანი ვიყავი ბავშვობაში როკი ბალბოას რემბოსიც, მაგრამ როკი განსაკუთრებულად მიყვარდა ეს ფილმი. აქ როგორ არ უნდა ავირბინო ერთ და გავიმეორო. იგივე. რა სიტყვით? ავირბინო? თუ არა? Now we do. არ მჯერა რომ იმ ფილმებზე რომლებზეც მე გავიზარდე და ეს კადრებია გადაღებული ადგილებზე ეს ადგილები მოვინახულე. ძალიან მიხარია რა. იმ ადგილებს ვნახულობ სადაც ეს ფილმებია გადაღებული რამდენი ადგილი ვნახე უკვე ეგეთი და მაგრა დასწორებს თითქოს წინ წარმოგიდგება იმას რასაც შენ უყურებდი ბავშვობაში ადრე ეს კადრებია და ძალიან მიხარია დასწორებს მაგრად აქედან ხედი როკი რო ამორბის ხო, აქ არის ერთი ქუჩა, ცნობილი ქუჩა არის, სადაც ხშირად ფილმებშიც არის ბევრი გადაღებული, ამ Kensington Avenue, სადაც რეალურად მართლა გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს, უსახლკაროები არიან, ნარკომანები არიან და ეს რამდენადაც განვითარებული და ძლიერი ეს ქვეყანა და ცხოვრების ზონა მაღალია, აქვს მისი ბნელი მხარე და ყველა შტატში არის თითქმის ესეთი უბნები. და ეხლა გავიაროთ და რეალურად მართლა ეგრეა თუ არა ფილმებში როგორც აჩვენებენ მაგ ქუჩაზე არის ძალიან მოწყვლადი ხალხი არის გაჭირვებული და ნარკომანი ხალხია და ქუჩაში ხანან რავი კაიფში გაჩხეილები და ასე შემდეგ რა და ნახოთ აბა რეალობა თუ არა ერთად გავიდეთ და თქვენს გაჩვენებთ აი უკვე შემოვედით დაახლოებით ამ ქუჩაზე სადაც ვამბობდი ჯერა როგორ ზუსტად იქ მაგრამ უკვე აქეთ ხალხი უკვე წაკუზულია შეხედე ამას რა ჭის ნახიჩი კაიფში არიან ნახე რა დღეში ყველა კაიფშია მე ჩახტილია გამსაწვდოს შეხედე ახლა შეხედე აქეთ ამათ ნახეთ აი შეხედე აი ეხლა აქ უნდა გავა, აქ გამიჩერდა უნდა გავა. ხედა. შეხედე. ამის ახლა სულ ერთია ყველაფერი. ჩამოვედი აქეთ ზომბების ქალაქში. აქ საკმაოდ სახიფათო არის ეს გავლა. იმიტომ რომ ხო ნახეთ თქვენ ადრეში საერთოდ ხალხი რავი, პატარა რისკზე გავალ მეც, გავივლი და თქვენ შეგახედეთ რა. ვეცდები ისე გადავიღო რომ რაღაცა ზედმეტი კითხვები და რაღაცები არ გაუჩინო ხალხს. და და გაჩვენეთ თქვენც. საშინელი ადგილი არის, მართლა ზომბების ადგილი არის.
ზომბების ქალაქს რა. ამჯერა რომ ამანაირ ადგილზე დავდივარ და ესეთ რაღაცას ხედავ, ოღონდ ნაფლავი. შეხედო გასკავს. შეიძლება პარიც არის, კაცმა არის. არა, ყმარს არ გავს, მაგრამ რა აზრი აქვს? მაგის ეგრე ყოფნის. აი როგორი კარგიც არის. სხვაზე ეს ქვეყანა თავისი სიკეთეებით, აი ესეთი dark side-ი აქვს რა. ეს მინდოდა რომ მეჩვენებია და მეც მენახა, იმიტომ რომ ვიდეოებიც ნანახი მაქვს და რა ვიცი. ფილმებშიც არის რა. და მართალი ყოფილა რა. ეხავს просто ხალხს ესე აქედან დასკვნა ის არის რომ ეს ქვეყანა გეუბნება შენ ჩამოდიხარ აქ თუ გინდა იმუშავე შენ თავს მიხედე აგერ არის ძმაო სიმდიდრე სიკეთეები შეიძლება წარმატებას მიაღწევო თუ გინდა ბომჟივით იცხოვრე ეგ არის რა და ცხოვრობს ესენი ვიღაცა მეზგზე აიჩია რა ზოგადად ცხოვრებამ დაჩაგრებათ რაღაც აი მოგრეთ აღარ მინდა აქ უნდა ძალიან სიბიძურია და სუნით არ არის კარგი თქმა. წავედით ახლა წესიერ ადგილს. აი ესე გამოიყურება ჩემი მექსიკური კერძი, მაჰიტასი. ეს მისაყოლებად. ეს საჩაურია რა. ესეც მექსიკური ლუდი, მოდელო. წამოვედით ფილადელფიიდან, ეხლა ვარ ჯერსიში და აგერ აი ბეტონის ჯუნგლები ჯერსის და ნიუ-იორკის საზღვარზე ვარ და მანჰეტენი მოჩანს. ლამაზესი ხედი იშლება. მე კისერი მაგრა გამიშეშდა. ეს პლასტირიც კი არ შულის, მაგრამ მაინც ხოთზე ვარ. აი აქეთ ჯერსის სახლები, ჯერსისი. ლამაზეს სახლებია. ეხლა ამ ადგილს რო უყურებ და ფილადელფიაში რო ვიყავი. ზომბების ქუჩაზე. ხო წარმოიდგენთ რომ ერთი და იგივე ქვეყანაში ესეთი რაღაცა იყოს, ხო? ანუ აქ ასეთი სიმდიდრე თვალათი იწვოდა იქ ახდებთ ხოლმე. შეგახედებთ მაინც ამის მანჰეტენს ჯერსი და ხედით. უკვე გამოვედით მანჰეტენზე. და ჩამოვედით უკვე მშობლიურ ნიუ-იორკში. აქ მოკლედ ვერტფრენები, აი როგორი ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც ჩვენთან პრიუსები არის, აი ეგრე არის ვერტფრენები რა. იმდენი ვერტფრენი დადის, რა ვიცი, მანჰეტენზე ნიუ-იორკში ზოგადად ნიუ-იორკის წაში რომ იმდენი ვერტფრენი დაფრინავს, რომ რა ვიცი. მართლა პრიუსები ვითარ ლონგ-აილენდში გადმოვედით უკვე და უბრალოდ აი დააკვირდით ბუნებას რა როგორი მოვლილია ყველაფერი რა
სიმწვანე ტყე, რავი. მოლასაც რო თავი დავანებო, ტყიარი რა, ბუნება არის და საერთოდ აქ საერთოდ არ ცხელა რა. დაეჯახა, ავარია მოხდა. ხა პატრულის მანქანა არის. რა წავს ავარია შევესწარეთ. ხო არ მივიძე სავიზიტო ბარად. ლონგ-აილენდის მოსახლეობა, როგორ ცხოვრობენ, შეხედეთ უბრალოდ როგორ ცხოვრობს ხალხი რა. ლონგ-აილენდი. ყველა ამაყობს თავის ქვეყნად, შეხედე რა, ყველა ქუჩაზე, ყველა სახლის დროშა, სახლის წინ, რავი. შეხედე, აი როგორ ცხოვრობს ლონგ-აილენდში. აქ შეიძლება რომ დიდარი ხალხი ცხოვრობს შედარებით ვიდრე მეგონი даже მაინდაზე რა. მაცხოვრებლების დაჩებია ო, ეს. აჰა. ვინ არის ცხოვრებიდან? ეხლა შეიძლება ვიღაც გამოხდეს და რუსეთი ჯობია უმითხრას. ლონგ-აილენდის საპიკნიკე პარკები არის უამრავი. აქეთ პარკზე შემოდიხარ, $100-ია, $8 ის. პარკირება, შემოდიხარ, ჩაულებრივად ხდები, აქეთ გასართობი არის ბავშვებისთვის. დღეს არის ორშაბათი და ხალხი ნაკლებად არის და აქ დასვენების უქმეებზე სულ გადავსებულია. ბარემ ლონგ-აილენდზე ვარ და პარკინგზე გაიჩითა აგერ. საიბერტრაკი. როგორი არის? ესე ახლოდან ნანახი საქართველოში ნახდა დარტყავს. კაი მახინჯი რაღაცა კი არის. ეს როგორი რაღაცა არის, ცითაი. დიმნა გვასალია რომ მაგარ ზმანს აცმევს ვითომ. აი ეგეთი ვარიანტია ზუსტად ილონ მასკისგან აა. აი, რო გახედო ამას. აი, შეხედა, როგორი ვალნები აქვს, არ ვიცი, ქართულად ესია აქ. შეიძლება ესე აქ, მე რა ვიცი, ახალ მანქანა. დაწუნებული ვარ, აი ეს ახლა ვალნებს ვერ ხედავთ, ხო? აი. ხედავთ, ან ტალღებს. ვალნა რუსული სიტყვა არა. ო, აი, ახალი მანქანაა. ტესლა. აუ, აბა თქვენ შეაფასეთ. მაგარი მანქანაა? ჩქარი არის. ელექტრო არის, მაგრამ რაღაცა რა არ ვიცი. თქვენთვის მომიდია მაგის შეფასება. მე რაღაცა ვერ ვკაიფობ დიდად. ელექტრომანქანა. შეიძლება მართლაც ელექტრომანქანა ვიყიდო, იმდენად პრაქტიკული არის ეს მანქანა, რომ ელექტროავტომობილი შეიძლება ვიყიდო. აიც იმას ვაწვევი, რომ ბენზინის ძრავიანი უფრო კარგია. ანუ სამართავად უკეთესია. მე პირადად ეგრე ბენზინის ძრავიანი დაგყავს და უკანა წამყვანი მართვაში მე ვერ შევადარებდი ხა. აჩქარები თანამედროვე მანქანები იმდენად ჩქარი არის, რომ აღარავის არ უყვის რა, ეს ელექტროავტომობილების შემხედარე აღარავის არ უყვის ჩქარი მანქანა. თუნდაც იმ სამი რო აიღო და გაკეთებული, აღარავის არ უყვის მაგის სიჩქარე რა. ამიტომ რა ვიცი, თუ ავტომოყვარული ხარ და გაქვს საშუალება, ორი ავტომობილი უნდა გყავდეს. ერთი რაღაცა ელექტრო თუნდაც და მეორე ბენზინი უკანა წამყვანი, მექანიკა თუ გიყვარს მით უმეტეს და ისი ამოვნებ რა მაგ ავტომობილით. მე პირადად ესეთი შეხედულება მაქვს მაგასთან დაკავშირებით, რა ვიცი, თუ იმეს ხანაიად ვფიქრობ, რავი, დაგვიწერეთ კომენტარებში. მაინტერესებს თქვენი აზრი, ვირას ვფიქრობთ, მე უბრალოდ ეგრე ვარ რა.
მოკლედ არ ვისვენებ და ეხლა მივდივარ მაინც სამეურნეო მაღაზიაში დაახლოებით აი გორგერო არის იგივე ყველაფერს კიდიან ელექტრო ხელსაწყოები და ასე შემდეგ და მანდ მინდა რომ ეს welding primer-ი ვიშოვო თუ იქნება ხო და მოძებნი და თქვენს დაგათვალიერებინოთ აბა მესამე ეგეთი შოპი არის სადაც უნდა მოძებნო ეს გრუნტი და სხვა რაღაცებსაც დაგათვალიერებინოთ მეც მაინტერესებს რა გაუშვეს ლამბო ჩამოვდი ახლა პატარა იაღლიში მომივიდა გავწვდი თვალიერებაში და ერთი გაჩერება ფეხით უნდა ვიარო ეხლა დაახლოებით ვარ ელიავას რო შევადაროთ სულ ავტო სერვისები არის ამ ადგილზე მოვედით სულ რაღაც 5 წუთი სავალზე იყო მინი გორგია რა მინი რა არაფერი მინიც პირიქით მილვაუკები შემოვედი აი რაც მოასება ეხლა აქ ისინი მერაც ამაქვს ნემოები ან ცოტა არ გვაქვს უკვე სამი ცალი გვაქვს ესეთი ერთი დიდი არის მაგრამ ეხლა მივაუკივნაირი ბრენდი არის ისეთი ხარისხიანია რომ ვერ დაღლი რა და ერთადერთი ალბათ უფრო ამას თუ ვიყიდები მაგრამ თავის ელემენტებთან ერთად საინტერესოა რა ის ისეთი 159 ლარი ლარი დოლარი ეს რა ის ესეც მაქვს მაგრამ მილვოკის არა აი ეს სან მაგარი არის ეს სან ძლიერი არის მაღალ თორქზე 220 ოღონდ LBS-ებში ადეს კილო იმაში ნიუტონებში უნდა გადავიყვანო და მაქსიმ ძლევრზე ნუ ახლა არ ვიცი ხაზე პირად ნამდვილად არ ვიცი ამ დროს სიმძლავრის არის მაგრამ ეს ზუსტად ვიცი რომ ძალიან გამძლეარი და მაგარი ხო ეს ორიგინალი რაიობი ანუ ჩვენთან რიობის ეძახიან ისე რაიობი ქვია ესეც ძალიან კარგი არის ხარისხიანია ესეც ნუ მილვაუკის ვერ ჯობია მაგრამ ანუ არ ჩამოვარდება არაფერს ორიგინალი არის ხერხი სახეხი აი ეს მაგალითად ეს კაი როჟა არის ეს მინი $119 ის აბა წავიდეთ ახლა ეგება ვნახო ის გრუნტი რაც მინდა How can I search this stuff or buy these numbers or I'll take a picture. Ოვედი დროშებთან. ხდამდა წავიღო დიდი დროშა რომ ჩვენთან სერვისში ჩამოვკიდო საქართველოს და ამერიკის დროშა ცოტა დიდი მინდა რომ იყოს. ფასები $30 ეს ღირს 4-6 $40 $40 ცოტა კი მეძვირება ახლა ამისთვის მაგრამ ყოველდღე ხო არ პედლობ
ამერიკაში, ამერიკის დროშას. ერთს ამას ავიღებ და ერთს კიდე ამას ავიღებ სუვენირად. ამას ჩვენთან დავკიდებ სერვისში. შევიძინე. ეხლა წავალ სახში. აღარსად გასვლას არ ვაღვიო, თუმცა დავიღალე, ბევრი ვიარე. და რამდენიმე დღეში ისედაც უნდა დავბრუნდე საქართველოში და ნელ-ნელა უკვე ჩალაგებას დავიწყებ. The next day. მოკლედ, თავდება ჩემი მოგზაურობა ამერიკაში. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მოგზაურობით. ჩემი ოცნება ავისრულე. აქ რო ჩამოსულიყავი მენახა, აქაურობა კი ბევრი რაღაცეები ვერ ვნახე, სხვა შტატებიც მინდა ვნახო, მაგრამ ამ ეტაპზე ეხლა ამითაც კმაყოფილი ვარ. რაც ვნახე, ყველაზე მეტად მომეწონა ვაშინგტონი, ნიუ-იორკს თავისი ხიბლი აქვს. აქ სიმართლე ვიტყვათ, საერთოდ არ ვგზნობ უცხო თავს, პირველი 2 დღე ხარ გაუცხოებული, დანარჩენი უკვე სულ ქართული გესმის, სული გესმის და მოკლედ ამერიკის შეგრძნება აღარ აქვს, მით უმეტეს ბრუკლინში როცა ხარ. დანარჩენ შტატებში, რა თქმა უნდა, უკვე ნამდვილი ამერიკული სული იგრძნობა. ძალიან მომეწონა ვაშინგტონი. არ არის ძალიან დიდი ქალაქი, ულამაზესი არის, რა ვიცი, მოწესრიგებული. ნიუ-იორკს რაც შეეხება, ნიუ-იორკის უკვე გარეუბნები მომეწონა ძალიან. ლონგ-აილენდი, რა ვიცი, საოცარი ადგილი არის და სადაც მილიონები არიან, ნამდვილი ამერიკელების ტერიტორიებია, ადგილებია, სადაც დაჩები აქვს და მოკლედ ძალიან მოხუცებული ვარ მაგ ადგილას. ავით, ახლა რაც შეეხება, ცოტა არ დამეხარჯა, მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, საცხოვრებელში არ ვიხდიდით არაფერს, სტუმრად ვიყავი, ჩამოსულები, ყველა მიცწყო სტუმართულ ყურებების ამბავი, ბევრ რაღაცაში არ მეხარჯებოდა ფული, მაგრამ მაინც აქ როცა ჩამოდიხარ, თუნდაც ეგრე რომ იყო, 2 ადამიანზე $2000 არ გეყოფათ. იმიტომ იქ ელემენტარულად ტრანსპორტში როცა გიწევს ერთი გასვლა მარტო $3 იღებს 2.90 იღებს და ცოტა არ არის ეს მისვლა მოსვლაში რაღაცები იხარჯა მე იქ შეხვალ რაღაცა გინა იგის და მოკლედ რა საკმაოდ ისეთი არის ხარჯიანი არის და მაგრამ საერთოდ არ უნანობ არც ერთ ცენტს აქ დახარჯულს, იმიტომ რომ ეს ჩემი ოცნება იყო და მე ოცნება ავისრულე რა. კიდე მინდა სხვა შტატების ნახვა, მაგრამ რავი, ამას უფრო მოგვიანებით ჩავალ ამ შტატებში და იმასაც დავათვალიერებ. კაი, მოკლედ ეხლა ფრენა მაქვს რამდენიმე საათში და უნდა მომემზადო. ასე რომ დროებით ყველა შევხვდები თბილისში.